ბრენდს ვერ შევაყვარებთ მომხმარებელს თუ აი ამ არასულიერ პროდუქტს არ შევძინეთ ადამიანური ემოციები. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ბრენდის პერსონიფიკაცია, თვითონ პერსონას არ ვიცნობთ ღრმად. ენეაგრამა გაძლევს საშუალებას, რომ პერსონის მოტივები, შიში, ბარიერები, ტრიგერები, ყველაფერი გაიცნო და სისტემა არის მზად, რომელიც შეგიძლია რომ შენ ბრენდს ეს შესძინო. ანუ ფაქტობრივად კვლევა ადამიანურებ ბრენდს და ყველა ნიშანი, მაგალითად მესამე ნიშანი, რომელიც არის ტრიუმფატორი, რომელიც არის მიღწევებზე და წარმატებაზე ორიენტირებული ბრენდი, მან როგორ უნდა იკომუნიციროს თავის მომხმარებელთან. იმიტომ რომ ენეაგრამა გაძლევს სრულ სპექტრს. როგორ იქცევა კომუნიკაციის დროს, სოციალური ქცევის პატერნებს გაძლევს, კრიზისის დროს როგორ უნდა მოიქცეს ბრენდი, რომ თავის იდენტობას არ უღალატოს. იმიტომ რომ ბრენდის პერსონიფიკაციას თუ ადამიანური მომენტები არ შევძინეთ, მე მომხმარებელს დღეს ვერ მოვატყუებთ, ვერც ფრაზას ვერ ვატყუებდით, ჩემი აზრით, მაგრამ დღეს განსაკუთრებით